ნამდვილი სირცხვილია. რუსეთი პირველად დიდი ხნის განმავლობაში იწყებს ბენზინის იმპორტს საზღვაო გზით, რათა გაუმკლავდეს საწვავის დეფიციტს მას შემდეგ, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონების თავდასხმები განხორციელდა. დიახ, არ მოგესმათ, რუსეთი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მომწოდებელი იყო მსოფლიოში, ახლა იძულებულია ბენზინის საზღვარგარეთ შეიძინოს, რომ როგორმე გაუმკლავდეს დეფიციტს. რომელიც ვლადიმირ პუტინის თქმით, სინამდვილეში საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ მოგეჩვენათ. გახსენებთ, ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, რომ თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სერიოზულ შედეგებს არ იწვევს. თითქოს რუსები ძალიან სწრაფად არ ემოტებენ მათ. და ესეთი ამბებია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როგორც გახსოვთ, ყველაფერი ყირიმიდან დაიწყო, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი თვის განმავლობაში მასიურად დაარტყეს ტრის ყირიმისკენ მიმავალ ლოგისტიკას ოკუპირებული სამხრეთ უკრაინის გავლით დრონებით. შედეგად, ასე წოდებული სახმელეთო კორიდორი გადაიჭრა. და აი დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები აჭრიან ანექსირებულ ყირიმს და მალე რეგიონი სრულად იქნება მოწყვეტილი რუსეთს და ნახევარკუნძული გადაიქცევა კუნძულად. და ეს შეიძლება ძალიან მოულოდნელ შედეგებამდე მიიყვანოს რუსებისთვის. და ახლა უკრაინა სწორედ საშუალო და დიდი მანძილის დრონების მასიურ დარტყმებზე დებს ფსონს. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. დაალაიქეთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული აღწერაშია ამ ვიდეოს. გახსოვთ დრო, როცა რუსეთს ბენზინგასამართ სადგურს ეძახდნენ? ეხლა ეს განსაზღვრება აღარ არის სწორი. ეს არის ამბავი, რომის წარმოდგენაც რამდენიმე წლის წინაც კი შეუძლებელი იყო. რუსეთი პირველად დიდი ხნის განმავლობაში დაიწყებს ბენზინის იმპორტს საზღვაო გზით, რათა გაუმკლავდეს საწვავის დეფიციტს უწყვეტი თეთრი თავდასხმების შემდეგ. დრონების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. როგორც Reuters-ის წყაროებმა განაცხადეს, ბენზინი რუსეთში მიეწოდება რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ დასავლურ პორტში, აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან. ეს იმის გარდა, რომ ბელარუსი უკვე დიდი ხანია ბენზინს აწვის რუსეთს, გარდა ამისა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, გასულ წელს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ზაფხულის თავდასხმების სერიის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება უკვე განიხილავდა ბენზინის ჩინეთში შეძენის შესაძლებლობას, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში. საიდან იქნება ამჯერად ბენზინი მიწოდებული? Reuters-ის წყაროები არ აკონკრეტებენ, მაგრამ თავად ამ ამბის არსი უბრალოდ განსაცვიფრებელია. რუსეთი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი იყო, რომელსაც ქვეყანა ბენზინგასამართ სადგურსაც კი ეძახდნენ, ეხლა თავად ითხოვს აზიაში, რომ ბენზინი მიყიდონ. რუსეთში ბენზინი არ ყოფნით. ამბობენ, გთხოვთ, ვინმე მოვქვიდეთ ბენზინი, იმიტომ რომ დეფიციტია. და გახსოვთ, როგორ განაცხადა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების საერთოდ არ არის პრობლემა. ამბობს, მოусმინეთ, საერთოდ არ არის პრობლემა. ხო, უკრაინელები დრონებით გვიტევენ, მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად ყველაფერს ვაწესრიგებთ, ვარემონტებთ და თავიდან უშვებთ. მაგრამ ვლადიმირ პუტინს დაავიწყდა ეთქვა რუსებისთვის, რომ ახლა მოსკოვი აქტიურად ყიდულობს ბენზინს ბელარუსში. იანვრიდან მაისის ბოლომდე ბელარუსის ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან მიწოდება 13 ჯერ გაიზარდა და მიაღწია 270,000 ტონას. დიზელის მიწოდება 3 ჯერ გაიზარდა და მიაღწია 180,000 ტონას. ბენზინის ექსპორტი ბელარუსიდან 13 ჯერ გაიზარდა. ასევე რუსეთის ჩინოვნიკები ბენზინს ყაზახეთიდან ითხოვდნენ, რომ როგორმე დეფიციტთან გამკლავებოდნენ. თუმცა არც ერთი ქვეყანა, არც ბელარუსი და არც ყაზახეთი არ ფლობს საკმარის სიმძლავრეებს, რომ რუსეთის საწვავის ბაზარს ნიშნულოვნად დაეხმაროს. ამიტომ მიუხედავად მათი მიწოდებისა, რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი მაინც იწყებს გაქრობას. ეხლა წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, რომ არა ბელარუსისა და ყაზახეთის მიწოდება. და როგორც არ უნდა დაიკვეხნოს ვლადიმირ პუტინმა, რუსებს სერიოზული პრობლემები აქვთ. Energy Intelligence-ის შეფასებით, ივნისის დასაწყისისთვის რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო 21 წლის მინიმუმამდე დაეცა. დღეში 4 მილიონ ბარელზე ნაკლები. მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისი და რაკეტებისა და უპილოტო აპარატების თავდასხმებმა ნავთობქარხნების დაზიანება 40-ზე მეტჯერ შეძლეს, ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 30% გაჩერებული იყო, რაც დღეში 2 მილიონ ბარელზე მეტი. ივნისში დარტყმები განხორციელდა ტანეკოს მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე ნიჟნე-კამენსკში და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის დედაქალაქს საწვავის მიწოდების 40%-მდე უზრუნველყოფდა. ორივე ქარხანა მუშაობაში შეაჩერა მას შემდეგ, რაც მაისში კიდევ 6 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულად ან ნაწილობრივ გამოვიდა მწყობრიდან.
საწვავის დეფიციტი, რომელიც ყირიმში ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო, უკვე რუსეთის ფედერაციის 53 სუბიექტს მოედო. 18 რეგიონში ერთ ადამიანს არაძლევენ 50 litrზე ან ერთ სრულ ავზზე მეტ ბენზინს. ხოლო 11 რეგიონიდან მოდის ინფორმაცია, რომ საწვავის დეფიციტი ავტოგასამართის სადგურების მნიშვნელოვან ნაწილში. შედეგად დეფიციტთან გასამკლავებლად რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ბენზინის ხარისხის მოთხოვნები შეამცირა. კერძოდ გოგივდის შემცველობის ნორმები 15 ჯერ გაიზარდა და გახდა 150 მილიგრამი 1 კილოგრამზე, რაც ევრო 3 კლასს შეესაბამება. გარდა ამისა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუძლიათ ბენზინში დაამატონ ეთილის სპირტის 5%-მდე. ასევე ყურადღება მონომეთილანილინი არის ოქტანის მაჩვენებლის ამამაღლებელი დანამატი, რომელიც ბენზინის გამოშვების გაზრდის საშუალებას იძლევა. ეხლა კი მთავარი. მაღალი ტოქსიკურობისა და ონკოლოგიური რისკების გამო ეს დანამატი უკვე მრავალი წელია სრულად აკრძალულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. მაგრამ რუსეთში პუტინს სულ არ აინტერესებს რუსები, ამბობს. კი, დაამატეთ ეს დანამატი. რა მოხდა თუ რუსებს კი მოგაუჩნდებათ? არაფერია საშიში, სამაგიეროდ ბენზინი იქნება გასამართ სადგურებზე. აი ესეთი გადაწყვეტილება. გესმით, უბრალოდ დაფიქრდით, ეს მონომეთილონელინი რეალურად თითქმის მთელ მსოფლიოში აკრძალულია. ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში კი ნებადართულია, რადგან იქაც ბენზინის დეფიციტია. აკრძალულია, რადგან ის ონკოლოგიას იწვევს. ამ ელემენტის აორთქლება ონკოლოგიას იწვევს. რუსეთში კი ნებადართეს რომ დაამატონ. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია. უკრაინული ჯარები იზოლირებენ ანექსირებულ ყირიმს და მალე რეგიონი სრულად იქნება მოწყვეტილი რუსეთს. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა და შემდეგ მისი ციტატა. ფაქტობრივად ხდება ყირიმის იზოლაცია დრონებით და ასე ჩანს, რომ უახლოეს მომავალში ყირიმი გადაიქცევა კუნძულად და ეს შეიძლება ძალიან მოულოდნელ შედეგებამდე მიიყვანოს რუსებისთვის. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ 4 თვეში უფრო მეტი უპილოტო შეიძინა, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში. შემდეგ კიდევ ერთი მისი ციტატა. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებზე, middle strike-ზე, ანუ საშუალო მანძილის უპილოტოებზე, რომლებიც ურთმამენ რუსეთის ლოგისტიკას ოკუპირებულ რეგიონებში და მათზე კონტრაქტი გავაფორმეთ 333-ით მეტი, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ შესყიდვა. middle strike-ზე მუშაობა გრძელდება. რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება. საერთოდ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მიანიშნა, რომ რუსებს ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ყველაზე მძიმე ზაფხულიელით. ამიტომ უკრაინელებს, არა რუსებს, არა, უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნჯობესია უკვე ახლა ევაკუირდნენ. რუსებმა კი თავში მიიღონ. გახსენეთ, რომ მანამდე ყირიმის უახლოეს მომავალში იზოლირების დაპირებით გამოვიდა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალი რობერტ ბროუდი მადიარი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პტახა მადიარის დანაყოფები აძლიერებენ დარტყმებს ნახევარკუნძულზე მიმავალ მთავარ გზაზე, რომელსაც რუსები ნოვოროსიას უწოდებენ. და რომ საშუალო მანძილის დრონების დახმარებით იჭრება იარარის საწვავისა და ეკიპირების მიწოდება ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ნაწილებში. საერთო ჯამში ანალიტიკოსების მიერ დადასტურებული ვიდეო ჩაანწერების მიხედვით, მაისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მინიმუმ 375 დარტყმა მიაყენეს სატვირთო მანქანებსა და საწვავის ცისტერნებს, რომლებიც სახმელეთო კორიდორით ყირიმში გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, დარტყმები მიაყენეს ნახევარკუნძულისკენ მიმავალ ხიდებსაც და რა თქმა უნდა, არავის გაუქმებია დარტყმების გაძლიერება თვით რუსეთზე, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ტერმინალებზე. ასე რომ აზიაში ბენზინის შეძენა რუსებისთვის ამ ისტორიის მხოლოდ დასაწყისია. ბენზინგასამართ სადგურად წოდებული ქვეყანა მათხოვრად იქცევა. სხვათა შორის, როგორ არიან რუსები? უკვე აღარ არის ასე სასაცილო, რომ უკრაინა დახმარებას თხოვს თავის მოკავშირეებს. აბა, თქვენ რატომ მიმართავთ აზიას დახმარებისთვის? თქვენ ხომ მათხოვრები ახართ, არა? დაფიქრდით. თუმცა, რით შეგიძლიათ იფიქროთ? აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დატოვება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით. იქ არის როგორც Patreon, ასევე Buy Me a Coffee, კრიპტოსაფულეები, საბანკო რეკვიზიტები, YouTube სპონსორობა. აერჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი. მე მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.